მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონ დავით კუხალაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და მოგესალმებით თქვენს აუდიტორიას. გმადლობთ. სანამ დავიწყებდეთ საუბარს მე და დავითი, გთხოვთ რომ ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ, როგორც ვაკეთებ, ეხლა მნიშვნელოვანი პერიოდია. არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ჩვენს რეგიონში, საქართველოს გულისხმობ და გთხოვთ მოიწონოთ და ალაიქოთ და გამოიწეროთ არქივუნებრივია და რაც თავარია გააზიაროთ. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ჩემი რესპონდენტის აზრი მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მოისმინოს და YouTube-ის ალგორითმი არის ზუსტად გამომდინარეობს იქიდან, რომ რაც მეტი მოწონება, გამოწერა და გაზიარება, მით უფრო ბუნებრივია ავრცელებს ამა თუ იმ ვიდეოს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ბუნებრივია, ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვაკეთებ. ბატონ დათო, მოკლედ, ირანის ომი და მე განსხვავებული კუთხით მინდა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა და ამ კითხვების გარშემო ავაგოთ ჩვენი საუბარი. პირველი, რაც არ უნდა ისრაელს მოენდომებინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაეთრია ამ ომში. რაც არ უნდა ბიბი ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი ყოფილიყვნენ, ასე თქვათ, ყმაწვილ-კაცობის მეგობრები და ასე შემდეგ. მე რატომღაც მაინც არ მჯერა, რომ 80 წლის გამოცდილი პოლიტიკოსი თან ბიზნესიდან მოსული, რომელმაც იცის რა არის ავანტიურაში შესვლა, რომ აი ესე მარტივად წამოგებოდა და შესულიყო იმ ველზე, სადაც გათვლები, როგორც პოსტფაქტუმ ჩანს, თლად ბოლომდე არ იყო. თქვენ როგორ აფასებთ? ეს სადაზვერვო სამსახურების ჩავარდნაა თუ სპეციალურად მოწყობილი ავანტიურა, რომ უბრალოდ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თავის თავდაცვის მინისტრიანად შესულიყო აი ამ გაუგებარ უაზრო კონფლიქტში. რას ფიქრობთ? დავიჯერო მართლა 80 წლის კაცის პატივმოყვარეობაზე ითამაშეს? რაღაც მეეჭვმეპარება. ერთ სიტყვით, ნებისმიერ პოზიციას, რომელსაც კი დავაფიქსირებ, ეს არის ალბათობის მაღალი ხარისხის ვერსიის დონეზე და შესაბამისად ყველა ფაქტორის გათვალისწინება ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს. პირველ რიგში ეთნიკურ-რელიგიური ნიშნის გათვალისწინება აუცილებელია. გასათვალისწინებელია ზოგადად ლობ ჯგუფები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომლებიც პრაქტიკულად ძალიან კარგად არეგულირებენ აბსოლუტურად ყველა საკითხს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ მგონია, რომ ტრამპის კმაყოფილი იყო ეს სპეცსამსახურები, რომელიც პრაქტიკულად მოსვლისთანავე მან პრაქტიკულად ჩამოშალა. ის იერარქიული ვერტიკალი, რომელიც ზოგადად ემსახურებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მან პრაქტიკულად ჩამოშალა და რაღაც ახალი კომპლექტაცია დაიწყო და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ სპეცსამსახურები შესაძლებელია, რომ ერთგულები ყოველ შემთხვევაში არ იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ახლა რატომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას? ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ მის პრეზიდენტად გახდომამდე მასზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, რაც რა თქმა უნდა ჩავარდნა არის სპეცსამსახურების და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის ჩავარდნა და არა მიზანმიმართული ჩავარდნა და არ უნდა დაგვაუწყდეს კიდევ ერთ-ერთი უკვე როდესაც ხელისუფლებაში იყო ახალი მოსული ტრამპი, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის წევრი ქადაგების პროცესში ლიკვიდირებული იქნა. ესეც უნდა ჩავთვალოთ ჩავარდნად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მეეჭვმეპარება, რომ ეს არის ჩვეულებრივი ჩავარდნა. მე მაინც ვფიქრობ გარკვეულწილად, რომ რაღაც მიზანმიმართულ ქმედებებთან გვაქვს საქმე. თქვენ ჩარლი კერგს გულისხმობთ? ერთი კიდევ მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატების ისტორიაში ცივი ომის პერიოდში და ცივი ომის შემდგომად ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის მაგალითები, რომელიც ამ დროს აუცილებლად სულცირე ანალიზის საგნად უნდა გავიხადოთ და ეს არის 70-იან წლებში ტონკინის ინციდენტი, როდესაც პრაქტიკულად ვიეტნამის ომში ამერიკის შეერთებული შტატების
ჩართვა განხორციელდა გარკვეული დეზინფორმაციული სპეცსამსახურების მხრიდან მოწოდებული დეზინფორმაციული ნაკადების საფუძველზე. აქაც ეს ორი მიმართულება უნდა დავყოთ, ეს იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ შეცდომა და ის დეზინფორმაცია რაც გავრცელდა, თუ ეს იყო თქვა სამხედრო წრეების, ფინანსური წრეების და კრიმინალური წრეების შეღწევადობა სპეცსამსახურებში, რომელთა ინტერესშიც შედიოდა ზოგადად, რომ საომარი მოქმედებები აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. ამიტომ ესეთი პრეცედენტიც გვაქვს, როდესაც არასწორი ინფორმაციული ნაკადი მიეწოდებოდა ხელისუფლებას, როგორც პრეზიდენტს, ისე უშუალოდ საბჭოს, ისე კონგრესს და შესაბამისად მიღებული იყო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საომარ მოქმედებებში ჩართვა გამოიწვია. ეხლა ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, რა სარგებელი მოუტანა თუ რა დამაზიანებელი, მაგრამ სადაც ომია, იქ მე მაინც ვფიქრობ, რომ სარგებელზე ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა ისაუბროს. რომ იქ არის უზარმაზარი მსხვერპლი და ადამიანის სიცოცხლეზე კარგი რამ, რაც კი ზოგადად სამყაროში არსებობს, ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის და ამიტომ ვფიქრობ, რომ მოგებული მომიდან არავინ არ დარჩა. ეხლა რაც შეეხება ცოტა აქეთ რო არ დავიწყო, უფრო ცოტა დაძველებულ ინფორმაციას რო დავეყნოთ, ესა 2003 წელს, როდესაც ერაყის შესახებ ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამები იყო ერაყში და ეს იყო მნიშვნელოვანი საფუძველი ყველა იმ ქმედებისა, რაც საბოლოო ჯამში განხორციელდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უცრო იყო. აი ამ შემთხვევაში ტონკენის ინციდენტთან განსხვავებით ჩვენ გვაქვს სხვა პრეცედენტთან საქმე, ეს არის პრაქტიკულად უფრო ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები, რომლის დროსაც სპეცსამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია პირდაპირ ჯდება იმ შედეგში, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემდეგ განვითარებულ პროცესებში მიიღო ერაყთან დაკავშირებით. ამიტომ ყველაფრის დაშვების ალბათობის შესაძლებლობა ამ წუთში არსებობს, მაგრამ ფაქტია სახეზე, რომ გარკვეულწილად ტრამპიც ვერ აცდა გარკვეულ ზეგავლენას. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ საომარ მოქმედებებს წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი მაკომპრომეტირებელი ინფორმაციების ეტაპობრივი გამოქვეყნება და ღმერთმა უწევს ამ ფაილებში რა დონის ინფორმაცია იყო და რა ზეწოლა განხორციელდა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე და არა მარტო პრეზიდენტზე. ამიტომ თუ გახსოვთ, სწორედ თქვენ გადაცემაში ვსაუბრობდით ჩვენ ამ მიმართულებით, რომ მე თავიდანვე არ გამოვრიცხავდი იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არის წარმოდგენილი როგორც ეპშტეინის ფაილები და თითქოს კერძო პირის მიერ შედგენილი ფაილებზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით აქ უფრო სხვა და მასშტაბურ ქმედებებთან უნდა გქონდეს საქმე. იმიტომ რომ როგორც ეთყობა, სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მაღალი კომპრომეტაციის ბექგრაუნდის მქონე ადამიანები ხდებიან შემდეგ ხელისუფლებებში, რამე თუ ისინი ძალიან კარგად უნდა იყვნენ მართული, რომ ფინანსურმა, კრიმინალურმა თუ სამხედრო წრეებმა მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი. ამიტომ აი ეს ყველაფერი რომ სიმბიოზში განვიხილოთ, ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რომელმაც შესაძლებელია რომ გარკვეული ინსპირაცია გაუწია იმ საომარ მოქმედებებს, რომელიც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოხდა. გარკვეული მოსაზრებები გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოს არ ვიცი ხა მაინც ჯერჯერობით უნდა დავტოვოთ ეს ჭორის დონეთ, რომ თითქოს გარკვეული შეთავაზება ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის მიმართ, რომ რაღაც ბუნებრივი შენიღბით თითქოს ძალიან მცირეხნიანი თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე ირანმა უარი განაცხადა. ნუ ეს ჯერჯერობით არის უნდა ჩავთვალოთ, რომ ჭორის დონეზე, მაგრამ ყველა ჭორს რაღაც რეალობასთან მაინც პირდაპირ ანერიბი მაკავშირებელი აქვს. უნდა დავუვადოთ მოვლენების განვითარებას და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად ალბათ უფრო მეტი და მეტი ინფორმაციული ნაკადები წამოვა. ყველაზე ცუდი რაც ზოგადად, ნუ ჩემთვის როგორც დარგობრივი სპეციალისტისათვის, რომელიც მეცნიერულად ზოგადად მოღვაწეობს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიმართულებებით,
ცნება, ზოგადად დემოკრატიის საერთაშორისო ურთიერთობების ცოტა სხვა ხარისხში არის აყვანი და ყველაფერი დამყარებულია ზოგადად. კარგად შეფუთულია, რეალურად არც საერთაშორისო სამართალი არ არსებობს ჩვენ და სამწუხაროდ და შესაბამისად არანაირი დემოკრატია, როდესაც სადაზვერვო სამსახურები მოქმედებენ, არანაირი დემოკრატიული ჩარჩო იქ არ არსებობს. იმიტომ არის ის შენიღული საქმიანობა, იმიტომ არის ის გრიფირებული, მაღალი გრიფირების ქვეშ ყოფის საქმიანობა, რომ ყველა მეთოდი შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნება. აქედან გამომდინარე, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი რაც მოხდა. ძალიან ძნელია ახლა განსაკუთრებით, როდესაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები აუდიტორიებში შევლენ და დაიწყებენ საუბარს და იქ ძალიან ბევრ კანონზე უნდა ისაუბრონ, ძალიან ბევრ მაკავშირებელზე, ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო უსაფრთხოების მაკავშირებელზე და აი ეს ბოლო მოვლენები, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, პრაქტიკულად ანგრევს თუნდაც იმ დეკლარირებულ ჩარჩოებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის მადუროს მუტაცება, ეს არის პრაქტიკულად, არ ვიცი, რა შეიცავს და როგორ შეიცავს. ამას ალბათ იურისტები უფრო კარგად შეაფასებენ, მაგრამ მოლაპარაკების რაუნდში თავდასხმა სახელმწიფოზე, რომელიც პრაქტიკულად მოდის სასაუბროდ და თან ხდება შესაძლებელია ბოლომდეაც კი თან ხდებოდა რაღაც ისეთ მოთხოვნებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა და თავდასხმა, შემდეგ პირველი პირის და მაღალი რანგის თანამდებობის პირების ლიკვიდაცია, მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეიცავს სახელმწიფო ტერორიზმის ნიშნებს. და სამწუხაროდ მე მაქსიმალურად ყოველთვის თავს ვიკავებ ესეთ ტიპის შეფასებისაგან, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ სხვა რაიმე ტიპის შეფასებითი კრიტერიუმი არ გამაჩნია, იმიტომ რომ ყველა ნიშანი არის იმისა, რაზედაც მე ახლა აქცენტი გავაკეთე. ზუსტად ახსენეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩემი ინტერპრეტაცია ფაქტობრივად რეპუტაციული სახე აქვს დაკარგული და როგორც ვატყობ, ამაზე აღარ ზრუნავს უკვე. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები იყო, როგორც თქვენ მართებულად აღნიშნეთ, ვენესუელასთან, ასევე ირანთან, ჩვენ 12 დღიანი თითქმის ერთი წლის წინანდელი ომი გვახსოვს, იქაც მოლაპარაკებები იყო და ამ პროცესში მიაყენა ზუსტად ამერიკამ დარტყმა ირანს, ახლაც ასე მოხდა. ეხლა გამოჟონა ინფორმაცია და ამას გამოჟონაც აღარ ქვია, უკვე ვიტკოფით თამამად საუბრობს, ესე ღიათ, რომ მეორე რაუნდში უკვე გარკვეული იყო, რომ ირანთან მოლაპარაკება არ შედგებოდა და უბრალოდ დროს წელავდნენ. და ეხლა აქედან რჩება ესეთი ბუნებრივი კითხვა. თუ შეთავაზება იყო მართლა, რომ ეხლა ან შევჩერდეთ, ან დავიწყებთ და როგორც 12 დღიანი გავითამაშოთ, ირანი რა პირობით დაყვებოდა ამ თამაშზე, როცა ყველა წინაპირობა ქონდა იმისა, რომ ამერიკელები თავის სიტყვას უბრალოდ არ იცავენ. და შესაძლოა, რომ უბრალოდ ირანმა რაღაც მომენტში შევიდა ამ თამაში, ზუსტად იმიტომ, რომ შეეტყუებინა და შემდეგ აღარ გაჩერდა, იმიტომ რომ ეხლა უკვე მასობრივად საუბრობენ, რომ ტრამპს უნდა გამოსვლა და უბრალოდ ირანი აღარ ჩერდება. რას ფიქრობთ, რამდენად აქვს ამ აზრს საფუძველი? ამ მოსაზრებას? ნამდვილად აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში განხილვადი იყო ეს და ვფიქრობ, რომ ყველა კომპონენტი, რასაც ჩვენ უკვე დღეს უყურებთ იმ საბრძოლო მოქმედებებისა, რაც ხორციელდება და მასშტაბებს, ამის რეალურ საფუძველს გვაძლევს. ზუსტად თქვენს ეთერში მე განვაცხადე, რომ ირანი არ არის ჯაბანი სახელმწიფო და მას ესე მარტივი თავში ხელის წარმორტყმა არ იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი. ნახეთ, სწორედ იმ რამოდენიმე დღიანმა საბრძოლო მოქმედებებმა, რომელიც წინ უსწრებდა, თქვათ, ამ უკვე ცოტა შედარებით გლობალურ საომარ მოქმედებებს, მნიშვნელოვანი საფუძველი მიცა საერთაშორისო არენაზე ირანს, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის მობილიზების თვალსაზრისით, რომ მან იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს. მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის და უბრალოდ ამის მიმართულებით რაიმე კვლევა არ მიწარმოებია, მაგრამ სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციების ანალიზი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ზოგადი დასკვნა გავაკეთო, რომ ძალიან მაღალი დონის რეპუტაციული ზიანი აქვს მიყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებს
რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მას მოუწევს სავარაუდოდ მნიშვნელოვანი დათმობები მათ შორის რეგიონში. რაც არ არის მხოლოდ ირანის ინტერესები და ფიქრობ, რომ აქ რა ზოგადად რა სცენარიც თამაშდება და რა ინსპირაციაც მოხდა ამ პროცესში ჩარეული არიან სხვა მაღალი ტექნოლოგიური განვითარების მქონე სახელმწიფოები, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სადაზვერო სამსახურები გააჩნიათ და მათ შორის გააჩნიათ კოსმოსური დაზვერვა. თქვენ ალბათ გულისხმობთ რუსეთს და ჩინეთს, ხო? თუ შეიძლება ამის რა თქმა უნდა. გასაგებია. ეხლა მნიშვნელოვანი მომენტი არსებობს, რომ ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც განიცადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს პირდაპირ ურტყამს ზოგადად კოლექტიური დასავლეთის ინტერესებს. და ეს პრაქტიკულად ისეთი დონის სიმბიოზია, რომ ეს მარტო ამ კონფლიქტში კი არა, მე მგონი სხვა იმ მნიშვნელოვან კონფლიქტში, რომელზედაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თავის გარდამტეხ მნიშვნელობას იქონიებს. ესე იგი, თუ ეს ვარიანტი გათამაშდა, ყოჩახ გლობალურ აღმოსავლეთს, იმიტომ რომ ესეთ ამხელა კონფლიქტში, ესეთ მოცულობით კონფლიქტში ამერიკის შემოსვლა შემოტყუება არ იყო ალბათ ადვილი საქმე და აქ ზუსტად გაიმარჯვა ძველმა სადაზვერვო სამსახურების კოალიციამ ერთიანობა და გამოცდილება. ზუსტად სადაზვერვო თამაშებში აჯობეს. ზოგადად სადაზვერვო კოორდინაციამ ყველა ტიპის კონფლიქტამდე და კონფლიქტისას ყოველთვის არის ჩვეულებრივი ფორმა და ყოველთვის წარმატებას აღწევს ის სახელმწიფო, რომელიც მაღალი დონის სადაზვერვო კოორდინაციას ახორციელებს, ოღონდ ამ პირობებში იცავს ძალიან მკაცრ კონსპირაციას, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერ ტიპის ჩავარდნა გამოიწვევს მისი სპეცსამსახურისა და სახელმწიფოს კომპრომეტაციას სხვადასხვა ტიპის სანქციებს, მათ შორის საბრძოლო მოქმედებასაც კი. ძალიან კარგი. მეტნაკლებად მოვფინეთ სურათს სინათლე. ეხლა მაინტერესებს გარდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებისა აქ ერთი ფაქტორია კიდე განსახილველი თვითონ ბრიტანელების როლი ამ ყველაფერში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტარმერმა ჯერ უარი თქვა, შევახსენოთ, ვინც არის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მერე თითქოს დაიყოლია ამერიკელებმა, რომ მიეცა ის სატრანზიტო ბაზა და შემდეგ თითქოს ისევ თავი შეიკავა და ამას ფორმულირება მიცა, რომ ეს მხოლოდ შემაკავებელ პროცესებში ჩაერთვებოდა. გულისხმობ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს და იმ ავიამზიდს. და როგორ ფიქრობთ, ეხლა უფრო და უფრო აქტუალური ხომ არ ხდება ჰენრი კისინჯერის ნათქვამი, რომ ისრაელმა თავის ფუნქცია ამოწურა გლობალური დასავლეთისთვის და ის მალე აღარ იარსებებს. უბრალოდ მე მგონი რაღაც პერიოდით აცდა თქვენ უკეთით ეგ და მოდი ესეც განვიხილოთ ბატონ დავით. რა არის ლონდონური თამაში და იმ ჰენრი კისინჯერის ის ნაწილასწორმეტყველები? პირველ რიგში მაღალი კოორდინაცია ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მეტი ძლიერი იქნებოდა ეს კოორდინაცია, რომ ამათ ამერიკის შეერთებულ შტატებს გვერდში ედგას თავისი პრაქტიკულად მუდმივი სტრატეგიული პარტნიორი. გითხრათ სიმართლე, ამ ქმედებამ კიდევ უფრო გააღვივა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად ირიბი დაპირისპირების გარდა მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ფიქსირდება ალბათ უკვე პირდაპირი დაპირისპირება. მათ შორის იკვეთება გარკვეულწილად ნიშანთა ერთობლიობა, ალბათ ეს არის უფრო სადაზვერვო აქტივობებიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ კავკასიის იმ ორ ქვეყანაში საუბარი მაქვს აზერბაიჯანზე და სომხეთზე პრაქტიკულად დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი და მაღალი დონის კონტროლიც მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ და ესე ხდება ხოლმე რა, ყოველ საუკუნეში გარკვეულ ისტორიულ ფაქტებს განმეორება უწევია და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ძალიან ახლოს ავართ და თითქმის სიღრმისეულად ვართ შესული 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებთან. ამიტომ ზოგადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
ამ შემთხვევაში ის ორი სახელმწიფო ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია უფრო ვფიქრობ, რომ თუ პროცესები ესე გაგრძელდა, მნიშვნელოვნად დაიკმაყოფილებს თავის სტრატეგიულ ინტერესებს და ამას პრაქტიკულად ხელს ვერაფერი ვერ შეუწყობს, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს იმის გაანალიზება და თქვათ იმ შედეგზე ფიქრი, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან მოელაპარაკებენ. საუბარი მაქვს იმ მხარეებზე, რომლებიც შესაძლებელია რომ ყოფილიყონ სტრატეგიული პარტნიორები. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, პროცესების განვითარება ისე მიმდინარეობს, რაიმე მაღალი დონის პროგნოზის გაკეთება ჩემი და ჩემი ტიპის ადამიანების ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ ღია წყაროებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ყოველთვის მაღალი დონის უპირატესობა აქვს და ღია წყაროებზე რო კონდეს, ვთქვათ, ცდომა ძალიან გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დეзинფორმაციული ნაკადი გამოგვედევნა ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებიდან, ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ უნდა დავეყნოთ იმას, რასაც დავეყნებით და ყოველთვის ვისაუბროთ მაინც ალბათობის მაღალი ხარისხით. ახლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს ისრაელის სრული განადგურება ვფიქრობ, რომ ნაკლებად სავარაუდოა იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელს მაინც აქვს დღესდღეობით ძლიერი შეკავების მექანიზმები და ძალიან რთულია, რომ ესე პირდაპირ და გადაჭრით თქვას ვინმემ, რომ რამოდენიმე დღე, თვე ან ვთქვათ, რამოდენიმე წელი დარჩა ისრაელის ბოლომდე განადგურებას. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მართალია ისრაელი არ დეკლარირებს ამ ფაქტს, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით მას ბირთვული იარაღი გააჩნია. და რომ არ გააჩნდეს, ამ შემთხვევაში ძალიან გამეცინებოდა და ზოგადად არ დავიჯერებდი ამას, რომ მას ეს არ შეიძლება არ გააჩნდეს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაღალია სტრატეგიული თანამშრომლობის დონე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელის შორის და აქედან გამომდინარე და კიდევ სხვა რაღაცაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ამიტომ სრულმასშტაბიანი განადგურება ისრაელის ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ჩანს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიწყოთ და მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ესეთ რამ არ მოხდეს. ახლა კიდევ უნდა ვისაუბროთ იმ გარემოებაზე, რომ აი ეს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო თუ ჩამოიშალა, საუბრობ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელზე. ძნელია, რომ პროცესი გარემოება, რომ გარკვეული მასშტაბები ცოტა გაცდა, აი მაგალითად იმ პირველი დარტყმის დროს მაშინაც თქვენთან აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ გამომეროთ, რომ გარკვეულწილად ესეთი ტიპის თამაშის ნიშნები მაშინ ჩანდა. რაც დღეს უკვე იმდენად მასშტაბურია და იმდენად 170 გოგონა რომ დაწყებისთანავე ესე ვთქვათ შეეწირა ამ პროცესს. როგორ ფიქრობთ ეს მით უმეტეს კადრებიც კი აჩვენეს ნაწილი იყო თუ ეს როგორც თანხლები მოვლენი ესეც გათვლილი იყო როგორ ფიქრობთ? ყველაფერი გათვლილი პირდაპირ გააკეთეთ იმის მინიშნება რომ გარკვეული ვთქვათ იზოლება ჩინეთისათვის რომ რაღაც ვთქვათ ან დათმობებზე ან სხვა რაღაც მიმართულებით მიმოქმედოს მე ვფიქრობ რომ ესეთი რამ უკვე წინ არის წამოწეული თუ არ ვცდები სადღაც 20%-ზე მეტი ისა რა ქვია ენერგორესურსები შეზღუდვა მოხდა ჩინეთისათვის ამ კონფლიქტიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც ციფრში ვცდებოდე და ამიტომ ზუსტად არ დავეყნები ახლა ამ ციფრს მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი ეს ვიზიტი არ უნდა იყოს განსაკუთრებით იმიტომ ვაკეთებ აქცენტს უშედეგობაზე რომ პრაქტიკულად ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ამერიკის ისა უკაცრავად ირანის სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს მართალია ისინი ზოგადად უშუალოდ როგორ გითხრათ ახლა აქტიური მხარდაჭერით შეიძლება ისე არ ჩანდეს რომ გამოირჩევიან მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცესის მართვაში რო არიან ჩართული ამაზე ორი აზრი არ არის და გარკვეული ტიპის დახმარებებზე მაინც უნდა ვისაუბროთ სულ მცირე სადაზვერო ინფორმაციის მიწოდებაზეც რო ვისაუბროთ ეს არის უდიდესი დახმარება ირანისათვის გარკვეულწილად მე მაინც მგონია რომ ის წარმატებები რაც ირანს აქვს ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სადაზვერო სამსახურების მიერ
სადაზვერვო ინფორმაციის ფლობაზე და მათ გაცვლაზე და ამიტომ უნდა შევჩერდეთ ჯერჯერობით დავედოთ საერთოდ იქნება თუ არა ეს ვიზიტი, მაგრამ თუ იქნება არ ვფიქრობ, რომ რაც თავდაპირველად იყო განსაზღვრული, რომ იგივე შედეგი ჰქონდეს. არც არ უნდა გამოვიწყოთ, რომ შესაძლებელია ჩინეთი გამოყენებული იქნას, რომ გარკვეულწილად ეს კონფლიქტი შეწყდეს. შეიძლება ამ მიმართულებითაც რაღაც გარკვეული კომპონენტური გამოყენება ჰქონდეს ჩინეთს. არაფერს გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ინტერესი ტრამპს იმის უნდა ჰქონდეს, რომ ეს საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე შეწყდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთსაც იგივე ინტერესი გააჩნია, თუნდაც იმ ენერგორესურსებით შეზღუდვის ფონზე, ამ შემთხვევაში თანხმედრილი ინტერესები შესაძლებელია გახდეს უკვე კონფლიქტში უფრო აქტიური ჩარევის, ოღონდ არა რაიმე საბრძოლო მოქმედებებით, უბრალოდ გარკვეული დიპლომატიით, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს ეს საომარი მოქმედებები. ნახოთ, მოვლენების განვითარებას დავველოდოთ, მაინც ერთ რამეს უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის მსოფლიო გადანაწილების პიკი, ეს არის ბოლო საფეხური და ამ საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ მე ვფიქრობ, რომ უკვე აქტიურ ფაზაში გადავალთ და ალბათ ყველაფერი დღის სინათლეზე უფრო კარგად გამოჩნდება და მათ შორის გამოჩნდება ის, რაზედაც რუსეთის ფედერაციამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოილაპარაკეს ალიასკაზე. გასაგებია. დავუშვათ ესეთი რამ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ და მეც ასე ვფიქრობ, რომ ტრამპმა უნდა ეს ომი შეწყვიტოს, რაც უფრო მალე, მით უფრო კარგი იმისთვის. ოღონდ უნდა შეინარჩუნოს სახე. ბუნებრივია, უნდა დაარქვას პროცესს, რომ იგი არის გამარჯვებული და მხოლოდ გამარჯვების მიღწევის შემდეგ მან დატოვა ეს კონფლიქტი. დავუშვათ ასეც მოხდა და გამოვიდა. რა ბედიელის არაბეთის ქვეყნებს, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიური დასავლეთისა და იგივე დიდი ბრიტანეთის მიერ არიან შექმნილები და მართლა სახაზავით არის მათი საზღვრები ესე რუკაზე გადანაწილებული და ამავდროულად რა ბედიელის უკვე ისრაელს, თავად ისრაელს, როცა ამერიკელები გავლენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ სრულმასშტაბური გასვლა არ მოხდება, სავარაუდოდ გარკვეული დათმობები გაკეთება მოუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდ ფინანსურ კრიზისში. და ეს ფინანსური კრიზისი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად მას ყოველდღიურად უჭერია ხელთ სოციალურ-ეკონომიკური დესტაბილიზაცია და იქ სადაც ესეთი საფრთხე არსებობს, ძალიან მაღალია პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე. ჩვენ არც ის არ უნდა გამოვიწყოთ, რომ გარკვეული შურისძიების აქტი განხორციელდეს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებიდან და შესაძლებელია, რომ გარკვეული თქვათ ლიკვიდაციასთანაც კი გქონდეს საქმე. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, იმდანაც ურთულესი ვითარებაა და ზოგადად ამ სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან ძნელია, რომ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდეს გამარჯვებული. ეხლა უბრალოდ არ შეიძლება რომ გამოვიდეს გამარჯვებული, იმიტომ რომ ცივი ომის პერიოდში თუ ჩვენ არ ქონდა ამხელა ტექნოლოგიური საშუალებები, რომ ინფორმაციული ნაკადები ესე მასშტაბურად გავრცელებული იყო და ზოგადად საზოგადოებრივი აზრი ძალიან მაღალ დონეზე ყოფილიყო მომზადებული, დღეს უკვე ამის პრობლემა არ აგვაქვს და ძალიან ძნელია დამერწმუნეთ, თუ ძალიან მაღალი ტექნოლოგიური განვითარების მქონე სახელმწიფოები არიან შენი მოწინააღმდეგეები, რომ შენმა პროპაგანდამ და შენმა დეზინფორმაციამ, სადაზვერვო ხასიათის დეზინფორმაციამ მასშტაბურად იმოქმედოს. იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც არსებობს მეორე, მესამე, მეოთხე მხარე, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელად დაძლევადია, რომ მასშტაბური განვითარება გქონდეს შენს პროპაგანდას. ამიტომ ორი მიმართულებით აქვს საზრუნავი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მან გამარჯვებულად თავის წარმოადგინოს, ეს შენ უნდა განახორციელოს საკუთარ ქვეყანაში, იქ უნდა მოამზადოს ამის საზოგადოებრივი და რა თქმა უნდა სოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ეს მას ძალიან გაუჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკონომიკური კრიზისის დაუძლებლობა ეს იქნება აქილევსის ფეხი, რომელიც შესაძლებელია ძალიან
ცუდი შედეგებით დასრულდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის და ახალი ადმინისტრაციისათვის. თქვენ პარალელი გაავლეთ კენედისთან დაკავშირებით, ხო? კუბის ავანტიურა რო იყო. და აი ზუსტად აქედან გამომდინარე, ესე იგი ეს deep state-ი არც წასულა. ასე ალბათ, ხო? იმიტომ რომ ძირეული სახელმწიფო მაინც ყოველთვის არსებობს, სიღრმისეული სახელმწიფო უფრო სწორედ და ერთია რა სურვილი აქვს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას და მეორეა რა სურს ამ ეგრეთ წოდებულ სიღრმისეულ სახელმწიფოს. მთლიანად რომ განადგურებულიყო ბატონიკოვი, მთლიანადაც რომ განადგურებულიყო სიღრმისეული სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია იძულებული იქნებოდა მაინც ახალზე ეზრუნა. იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად მე არ მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ სანამ სამყარო იარსებებს რომ ამ მიმართულებით სრულმასშტაბიან განადგურებაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ აქ არის უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, აქ არის უდიდესი კავშირები, აქ არის უდიდესი მაკომპრომეტირებელი მასალები. ჩვენ უბრალოდ ქრონოლოგიას რო დავაკვირდეთ, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას, პირდაპირ მივხვდებით იმას, რომ სად იყრიდა თავს საბოლოო ჯამში ის მაკომპრომეტირებელი მასალები, რომელიც იკრიბებოდა. ერთი რამ აუცილებლად კიდევ უნდა დავიმახსოვროთ, რომ არც წმინდანი სადაზორო სამსახურები გვყავს. სადაზორო სამსახურები, როგორც ყიდულობენ ინფორმაციას თავის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასე სადაზორო სამსახურები ყიდიან მათ ხელარსებულ მონაცემებს, სწორედ იმ ფინანსურ, კრიმინალურ თუ სამხედრო წრეებზე, რომლებიც შემდეგ ზოგადად აშანტაჟებენ, აკომპრომეტირებენ და მათ შორის ლიკვიდაციასაც კი ახდენენ სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებისას. დააკვირდით თუნდაც უეცარ წასვლას ხელისუფლებებიდან მაღალი რანგის თანამდებობის პირებიდან. ეს შემთხვევით მოვლენები არ არის. ისინი არიან უბრალოდ იძულებული რომ წავიდნენ თავიანთი თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესახებ შეიძლება ისეთი რამ გამოჩნდეს ღია წყაროებში, რომ ზოგადად ისეთ წასვლას ამჯობინებენ, რომ ამ კუთხით წავიდეს. ამიტომ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ომი იმიტომ დაიწყო, რომ ფაილები გამოქვეყნდებოდა და რამ თუ მართლა ამით რაიმე არის დაწყებული, ეს არის ძალიან დიდი ილუზია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ის რაც გამოქვეყნდა და რაც უნდა გამოქვეყნდეს, ამას ხელს არ შეუშლის. ისე სიღრმისეულად გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ადმინისტრაციამ ნაბიჯები, რომ არ მგონია ის მხარე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაიმე ტიპის კომპრომისისთვის იყოს მზად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან. სამწუხაროა. ბატონ დავით, კონფლიქტი იყო უკვე გახურებული, მე ალბათ 2-3 დღის წინანდელი ინფორმაციას ვიტყვი. და ესეთი რამ გავრცელდა, რომ თითქოს ვიტკოფმა მიმართა უშაკოვის გზით, ანუ თავის პირადი ვიზავის გზით, სახელით, რომ რუსეთს შეეწყვიტა დახმარება ირანისთვის. და ამ ყველაფრის მერე ქრონოლოგია თუ არ მეშლება, აი თქვენი აზრი მაინტერესებს, მოხდა ბრიანსკის ოლქის დაბომბვა. თან შტორმ შედოუთი, როგორც ამბობენ. ყველა ვიცით ეს რა რაკეტაა, როგორი რაკეტაა და ვის მიერ უნდა იყოს გაშვებული, როგორც ტექნიკურად, ასევე ნავიგაციის მხრივ, ანუ თანამგზავრიდან მიცემული ტრაექტორია. და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო 4 წელზე მეტია უკვე რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და მსგავსი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა რუსეთის სტრატეგიულ სიღრმეში და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ზუსტად ამერიკელების მხრიდან იყო ნიშანი იმისა, რომ უკრაინელებს ისინი მიცემენ მსგავს იარაღს, თუ რუსები ჩინელებთან ერთად არ შეწყვენ ირანელების დახმარებას. რას ფიქრობთ ამ ვერსიაზე? ესე იგი, 2 დღე არ დაგვაუვისდეს, არა უშავს გადაინაცვლა. არ დაგვაუვისდეს ის, რომ 2 დღე ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციას რეაქცია არ ქონდა აი ამ შეტევაზე. მხოლოდ გუშინ დაიბარეს ელჩები. რას ფიქრობთ ამ ვერსიაზე? ესე იგი, პირველ რიგში მე თქვენ ეთერში ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე გადასცემს თუ არა და ყოველ შემთხვევაში მე მქონდა ლოგიკური დასკვნა გავაკეთე მაშინ რომ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც თქვა რაშიც ცხოვრობს თანამედროვე სოფლიო ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა გადაეცა
იმის შეიარაღების ტიპი, რაც გადაცემულია. მიუხედავად ამისა გადასცა. ეხლა მოდით ერთ შემთხვევით არ ვახსენებ თითქმის ყველა გამოსვლაში თქვენთან თუ სხვა მასმედიის საშუალებებში კოსმოსურ დაზვერვას. ეს არის დაზვერვის სახეობა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი არის შესაძლებელი. ძალიან ნეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაციისათვის არ ყოფილიყო ეს და არ იყოს ცნობილი ამ იარაღის გადაცემის შესახებ და გამოყენების შესაძლებელია გამოყენების შესახებაც გარკვეული ინფორმაცია მას შესაძლებელია ქონოდა. ეხლა ყველაზე ცუდი გახლავთ ის და თუ გახსენდებათ, როდესაც ჩვენ საქართველოს არაერთხელ ვისაუბრეთ და ყველა მედიის საშუალებებში მე ვაკეთებ ესეთ ტიპის განცხადებას, რომ რაც უფრო დროულად საქართველოს დაიწყებს ნაბიჯების გადასხმას რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისათვის, ვფიქრობ, ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან დიდი უსაფრთხოებისთვის გადადგმული ნაბიჯი. პრაქტიკულად მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და მათ შორის რასაც აკეთებს დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ხელფეხს უხსნის რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა ტიპის მოქმედებისათვის. მე ვსვამ ესეთ შეკითხვას. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა უпроსორად უფლება და ის დაურჩელი რჩება და არანაირი საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს იმაზე, რომ მას შეუძლია რომ თქვათ დემოკრატიული პრინციპით არჩეული ხელისუფლების პირველი პირი მოიპაროს საკუთარი სახელმწიფოდან, თქვათ კოორდინაციაში შევიდეს უცხო სახელმწიფოსთან და დაარტყას მესამე სახელმწიფოს და ლიკვიდაცია გაუკეთოს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. ამ შემთხვევაში რას ვფიქრობთ, ეხლა ჩვენ ხო დემოკრატიაზე მე მგონი რომ არ უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, ხო არსებობს ინტერესები. რატომ უნდა გამორიცხოთ ის გარემოება, რომ ანალოგიური ამ ქმედებებით მან საფუძველი ჩაუყარა ისეთი ტიპის ქმედებების ინსპირირებას, თქვათ სხვა მხრიდანაც, რომ სხვა სახელმწიფომაც შესაძლებელია აღნიშნული ტიპის ქმედებები ჩაიდინოს, ხო? აქედან გამომდინარე, იქ სადაც საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს, ეს არის ტრაგედია ჩვენი ტიპის სახელმწიფოებისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდოთ ერთი რამ, რომ ყოველთვის შესაძლებელია, რომ ჩვენმა მეზობელმა თუ ცოტა შორსდგომა სახელმწიფომ ანალოგიური განახორციელოს ჩვენი ტიპის სახელმწიფოებთან. ამიტომ მე არ ვფიქრობ, თქვათ, დადებითად როგორ უნდა იფიქრო იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს და ყველაზე მეტად მაშინებს ის, რომ ჩვენაირი ტიპის სახელმწიფოები იქცევიან მაღალი დონის სამიზნე ობიექტებად. ჩვენ სწორედ იმ კალათაში ხვდებით, რომელსაც ჰქვია მსოფლიოს გადანაწილების პროცესი. ჩვენ ვართ პრაქტიკულად ყოველგვარი, როგორ გითხრათ, დაცვის არანაირი ტიპის დაცვის ქვეშ ჩვენ არ ვიმყოფებით, ისეთი მაღალი დაცვის ქვეშ, რომელიც მოგცემდა იმის გარანტიას, რომ შვიდად ყოფილიყავთ. ამიტომ ამ ქმედებებმა, რაც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამარჯვნა იმაში, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანა აუცილებლად უნდა იღვწოდეს იმისთვის, რომ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოსთან, რომელზედაც არის დამოკიდებული მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საქართველოში, რომ დაიწყოს ამ სახელმწიფოსთან გარკვეული დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება, რომ ის არ იქცეს ძალიან მაღალი დონის დამაზიანებელ ფაქტორად საქართველოსთვის. კიდევ უფრო მეტ დამაზიანებელ ფაქტორად. ბატონ დავით, არ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი არ განვიხილოთ, ოღონდ ბუნებრივია კონტექსტში. ახლა იქაც ბევრი რამ ხდება, უბრალოდ ის სხვა საუბრის თემა დავიტოვოთ. მე მაინტერესებს ასეთი რამ. ესე იგი, საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებით შარლ დე გოლი არის ასეთი ავიამზიდი, დაიძრა ბალტიის ზღვიდან, მოიხსნა და კურსი აიღო ახლო აღმოსავლეთით. ეხლა ეს საჩევა ხმელთაშუა ზღვის რომელი მხრიდან მიადგება, ეხლა ბუნებრივია, თუ დაუშვით ოკეანეში გავიდა და სამხრეთიდან მივიდა, მაგრამ ეს ჯერ უცნობია, ფაქტია, რომ ავიამზიდი მოიხსნა ბალტიის ზღვიდან. და აქ მიჩნდება მე ესეთი კითხვა. გარდა იმისა, რომ ფრანგებს უნდათ მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფერში, თუნდაც დაგვიანებით, ეს გასაგებია რა ბენეფიტს მოუტანს კერძოდ მაკრონს ან თავად საფრანგეთს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის მეორე მომენტი, რომ ბალტიის ზღვაში ხდება საკმაოდ ინტენსიური და რთული მანევრები, რაც უბრალოდ ეხა მედია სივრცეში არ ხდება, გამომდინარე ახლო აღმოსავლეთიდან.
თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ დაუშვათ, მართლა მოხდა კალინინგრადის ყოფილი კიონიგსბერგის დაბლოკვის მცდელობა, ან დაუშვათ ბელორუსზე იერიშის მიტანა. აი სუალის კორიდორის პრობლემა როგორ გადაწყდება. საერთოდ რა შეიძლება რომ მოხდეს, როგორ განვითარდება იქ მოვლენები. იმიტომ რომ ტყუილად არ არის რუსეთი, ესე ვთქვათ, ხილულ ვითომ პასიურ მდგომარეობაში, რაღაცისთვის აშკარად ემზადებიან. აშკარად მზადება არის იქიდან გამომდინარე, რომ ის ფლობს აბსოლუტურად ყველა ტიპის ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საიდანაც არ უნდა დაიძრას და როგორაც არ უნდა დაიძრას მცურავი საშუალებები, ეს იმ ქვეყნებისათვის, რომელსაც გააჩნია კოსმოსური დაზვერვა, მათთვის ცნობილია, იმასთან ერთად თუ რითი დაიძრება და რა გადააქვს და როგორ გადააქვს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეულწილად მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაცია გარკვეულწილად არის ვითარების კონტროლის რეჟიმის შენარჩუნებაში და მე მაინც ვფიქრობ, უნდა ველოდოთ აქტიურ ციკლს, რომელსაც განახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა შთაბეჭდილება მე უკვე არ მრჩება. ნახეთ, დააკვირდით სამხრეთ კავკასიასთან განვითარებულ მოვლენებს და მათ შორის უკრაინასთან განვითარებულ მოვლენებს. რეალურად ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ შავი ზღვის აუზი მისაწვდომი არ ყოფილიყო რუსეთის ფედერაციისათვის, მაგრამ დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას, რა დონის მაღალი და წარმატებული დონის სადაზვერვო საქმიანობა განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც პრაქტიკულად ორი მნიშვნელოვანი საზღვაო აკვატორია, ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო აკვატორია ზღვაში დაუკავშირდა საკუთარ კონტროლს. და არც ერთ არც მეორე შემთხვევაში საომარი მოქმედებების გარეშე ეს არ განხორციელებულა. ამიტომ როდესაც ვსაუბრობ გააქტიურებაზე, მე ვფიქრობ, რომ თუ რუსეთის ფედერაცია დააფიქსირებს თავის სტრატეგიული ინტერესების შელახვას და ალბათ მოსალოდნელ საფრთხეებს გარკვეულ ბლოკირებისას იმ მიმართულებაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ აშკარა საომარი ჩარევის გარეშე ეს პრობლემა არ დასრულდება. რამდენად იქნება ამისთვის მზად თქვათ კოლექტიური დასავლეთი, თუ კონკრეტულად საფრანგეთი, ამას დაგვანახებს უკვე განვითარებული მოვლენები, მაგრამ ყველაფერი ის რაც ხდება, მაინც გარკვეულწილად წყალს ასხამს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ინტერესებზე. ჯერჯერობით ესეა, მაგრამ ნახოთ რა იქნება მომავალში. ყოველ შემთხვევაში მოვლენათა თვალებადობა კიდევ უფრო მეტ რაღაცაზე ინფორმაციასაც მოგვიტანს, დაგვაფიქრებს, მაგრამ დღესდღეობით როგორც სადაზვერვო პროპაგანდის თვალსაზრისით, ისე სხვა ტიპის სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობითაც ვითარება რუსეთის ფედერაციისათვის არის ძალიან ხელსაყრელი. დააკვირდით, თქვენ რა კარგი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერეთ ახლა, რომ რა ტიპის გადაადგილებას ჰქონდა საფრანგეთისგან. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზანი რუსეთის ფედერაციისა, რომ რაიმე ტიპის კონფლიქტში კოლექტიური დასავლეთი იმ სიღრმეზე გადართულიყო, რომ მას ზოგადად არ ქონოდა ისეთი მაღალი დატვირთვით მონაწილეობის შესაძლებლობა სწორედ უკრაინის კონფლიქტთან. რეალურად ეს შედეგი ჩვენ სახეზე გვაქვს. რაც უფრო სიღრმისეულად გაფართოვდება კონფლიქტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და თუ არ დარეგულირდება და ისე არ უჩანს, რომ ძალიან მალე უნდა დასრულდეს ეს საომარი მოქმედებები, ვფიქრობ, რომ რესურსული თვალსაზრისით დასავლეთს უფრო სხვა მიმართულებით გადართვა მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზვერვო ციკლი, თუ ესე განვითარდება მოვლენები, სადაზვერვო ციკლი უფრო წარმატებულად ნაწარმოები არის რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელთანაც აშკარა ფორმით ვფიქრობ, რომ მათ შორის სადაზვერვო კოორდინაციით თანამშრომლობს როგორც ჩინეთი, ისე ირანი. ბატონ დავით, და არ შეიძლება რომ არ შევეხოთ ჩვენს რეგიონს, უშუალოდ სამხრეთ კავკასიას. მე ძალიან გამიხარდა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია დაფიქსირდა ისეთი, როგორიც დაფიქსირდა, რომ იგი არ მიიღებს არანაირ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას და შესაბამისად ყველასთვის ცნობილია, რომ ისრაელის ინტერესები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მე როგორც ვიცი, იქ ქვედანაყოფებიც კი არის განლაგებული, არა მარტო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ დრონები
2 თუ 3 დრონი ჩამოვარდა იქ ნახიჩევანში. მიუხედავად ამისა, მოკლედ აზერბაიჯანმა თავი შეიკავა მკვეთრი მოძრაობებისგან და აქაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოხდა ზუსტად პუტინ-ალიევის სატელეფონო საუბრის შედეგად. როგორ ფიქრობთ, ბატონ დავით? მოტივი რა არის ძირითადად? იმიტომ რომ ირანის დაშლის შემთხვევაში შემდეგი თურქეთია და ზუსტად ამის გამო ალიევმა თავი შეიკავა? ესე იგი, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანში ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლების არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევით. მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვანი პროტექტორატის ქვეშ არის, მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს პროტექტორატი არის გადამწყვეტი და სხვა სპეცსამსახურები ზოგადად მარტო თვალყურს ადევნებენ იქ არსებულ მდგომარეობას. ახლა თუ დავაკვირდებით ზოგადად პროპაგანდას, რაც მიმდინარეობს აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ და რა ტიპის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სურთ აზერბაიჯანში დაინტერესებულ სახელმწიფოებს, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ალიევმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ამ სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აზერბაიჯანი გახდებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმის ობიექტი, რომელსაც უბრალოდ ქვეყანა ვერ გადაიტანდა. ჩვენ ვიცით უკვე ვინ არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე და შესაბამისად აქ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო არა მარტო აზერბაიჯანი, არამედ სხვა სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, რომ მაინც ვფიქრობ, რომ მის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან გადაიდგა გონივრული ნაბიჯი, იმიტომ რომ ირანის დაშლა არ ვფიქრობ, რომ სასარგებლო არის აზერბაიჯანისათვის. ან იქ მასშტაბების გაშლა, ირანში კიდევ კონფლიქტის მასშტაბების გაშლა, არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის სტაბილურობისათვის იქნება ხელსაყრელი პირობა. მიუხედავად იმისა, რომ მას ესეთი ისაა ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი, რომ საზღვრები აქვს ჩაკეტილი, მას ვფიქრობ, რომ თუ მასშტაბური იმიგრაცია იფეთქებს, მას არ უშველის საზღვრების ჩაკეტვა, იმიტომ რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით უარის თქმა საკუთარი ეთნიკური ჯგუფისადმი იქნება ძალიან ცუდი და ამან შეიძლება დააჩქაროს ის პროცესები, რაზედაც მე თქვენ გესაუბრეთ. ესე რომ არ ვფიქრობ, რომ ძალიან ჯანსაღი ოპერატიული ვითარება არის აზერბაიჯანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური შესაძლებლობები და პროტექტორატის თვალსაზრისით მათ შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით. ნითანიაჰუმ განაცხადა, სადაც შუა რამდენიმე დღე იყო დაწყებული კონფლიქტისა, მე მგონი მესამე თუ მეოთხე დღე, რომ ესე იგი ერდოღანი ზუსტად ისეთივე პრობლემაა ისრაელისთვის და ზოგადად კოლექტიური დასავლეთისთვის, როგორც ის აიათოლა. და ყველა ელოდა, რომ თურქეთი რაღაც რეაქციას მიცემა, მაგრამ თურქებიც ესეთი პასიური მდგომარეობა დაიჭირეს, როგორც დამკვირვებლის, ასე ვთქვათ, რეგიონში. როგორ ფიქრობთ, ეს რა იყო? ვერ ვიტყვი, რომ იქაც ესე იგი ისეთი კარგი სიტუაციაა, რომ იქაც რაიმე ტიპის საფრთხეები თურქეთს არ აქვს. ჩვენ ძალიან არ არის დიდი დრო გასული, როდესაც სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო 2016-ში. ხო, არ არის დიდი დრო გასული და ეს არ არის ამ ბოლო 30 წელს რაღაც პირველი და ბოლო შემთხვევა, შესაბამისად მით უმეტეს იმ მმართველობის ტიპებიდან გამომდინარე, რომელ სახელმწიფოებსაც ჩვენ საუბრობთ, ზოგადად ძალიან მაღალი ალბათობა არის, რომ ძალიან მარტივად უზრუნველყოფილი იქნას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობა, თუ ამას სპეცსამსახურები კოორდინირებულად გააკეთებენ. ესე იგი, რამოდენიმე სახელმწიფო თუ ამას გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში ახლა გონიერი ლიდერები რო არიან ორთავე, ძალიან კარგად მესმის მე და ალბათ თქვენს აუდიტორიასაც, მათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, რომ ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომელიც დაასამარებს ზოგადად მათ სახელმწიფოებრიობას. ეხლა არც იმაზე იტყვიან უარს, თუ აზერბაიჯანი საერთოდ როგორც სახელმწიფო გაქრება, და თურქეთის თუ გაქრება, რომ არც ერთ სახელმწიფო არ იტყვის უარს იმ მოგებებზე, რაც ამ გაქრობით განხორციელდება. ამიტომ
ვფიქრობ, რომ მარტო ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, ისეთ სახელმწიფოებიც არიან უმძიმეს მდგომარეობაში, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობაც მეტი აქვს და პროტექტორატიც გააჩნიათ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ მაინც უკეთესი იქნება, რომ ყველაზე დიდი საფრთხე საიდანაც მოდის, იმ სახელმწიფოსთან დარეგულირდეს ურთიერთობები. და ბოლოს, ესე იგი მივედით საქართველომდე. გამომდინარე იქიდან, რომ გამოწვევები ახლა რეგიონში ძალიან დიდია, ელემენტარულად წარმოვიდგინოთ დაშვების დონეზე, რომ აზერბაიჯანს დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები. ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ იმ ყოველი გამოსროლილი რაკეტის ნამსხვრევები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოიყრებოდა. კიდევ კარგი რომ ესე არ მოხდა და ერდოღანისა და ალიევის, მოდი ესე ვთქვათ, გამჭრიახი გონების ხარჯზე ეს კონფლიქტი რეგიონმა აირიდა. ბუნებრივია, იქ ვლადიმერ პუტინმა ითამაშა დიდი როლი იმ სატელეფონო ზარის განხორციელებით. და ახლა ჩვენ როგორ ფიქრობთ, ბატონ დავით, სომხეთთან, აზერბაიჯანთან კოლექტიური უსაფრთხოების ფორმაზე ხო არ არის დრო რომ ვიზრუნოთ და უბრალოდ შექმნილი გაურკვევლობები თუნდაც დავით გარეჯთან, საზღვრებთან, სომხეთთან ნაკლები გვაქვს სადაო, მე უბრალოდ აზერბაიჯანზე მაქვს აქცენტი. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა რომ ეს კომპლექსურად ეს კოლექტიური უსაფრთხოება და მიმდინარე სადაო საკითხები ერთად გადაწყდეს? ხო არ დადგა ჟამი, თუ ამის შესაძლებლობა არის საერთოდ. უბრალოდ არ გამოვა ამის გაკეთება. ამის პრაქტიკული გამოცდილება ჩვენ გაგვაჩნია 18 წელს, როდესაც რამოდენიმე თვე იარსება კონფედერაციამ და აი გამოჩნდა ყველა ის ხელშემშლელი ფაქტორი, რომელიც ზოგადად ჩვენ გაერთიანებას ხელს უშლის. ზოგადად სხვადასხვა ქოლგის ქვეშ ან საერთოდ ქოლგის არ მქონე ქვეყნის ერთად გაერთიანება, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ესეთი ტიპის გაერთიანება არცეთ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს არ აწყობს და არ აწყობთ ზოგადად ჩვენი მეზობლების გარეთაც სახელმწიფოებს. თუ ამ გაერთიანებას გადავხედავთ სულ-მცირე მარტო რესურსული თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ ისეთი ტიპის გაერთიანება შეიძლება შედგეს, რომელიც ზოგადად საფრთხე იქნება აბსოლუტურად როგორც სხვა მეზობელი სახელმწიფოებისათვის, ისე მსოფლიო თანამეგობრობისათვის. ეს ძალიან კარგად იციან ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, ბრიტანეთმაც, ევროპის სხვა სახელმწიფოებმა, რუსეთის ფედერაციამ, თურქეთმა და ამიტომ პრაქტიკულად ესეთი რაიმე არ მოხდება და ჩვენ გვახსენდება ერთ-ერთი თორწები პრეზიდენტ გამსახურდიასაც ჰქონდა ესეთი სურვილი და ჰქონდა ერთიანი კავკასიური სახლი ერქვა მე მგონი, ხო? ესეთი უბრალოდ მაშინაც ესე ვფიქრობდი, ახაც ესე ვფიქრობ, რომ უბრალოდ იდეა არის ძალიან კარგი, მაგრამ უბრალოდ ამის შესაძლებლობას არ მიცემენ არც საქართველოს, არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს. ასე იგი. სანამ ჩვენ ვიმყოფებით საერთოდ ქოლგარ გაგვაჩნია ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის და აზერბაიჯანი და სომხეთი, ვთქვათ, რომელ სხვა ქოლგის ქვეშ არიან. შეშ არიან ესეთ გაერთიანებები ზოგადად არ ხორციელდება. ან განხორციელდება და ის იმდენად დამაზიანებელი იქნება სამივე ქვეყნისათვის, რომ შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა. ასე იგი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის, ამ საინტერესო ჟამს, იმიტომ რომ მე ჩემთვის და ჩემი აუდიტორიისთვის თქვენი გამოცდილების მქონე ადამიანის შეფასება მიმდინარე მოვლენებთან ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონ დავით და წარმატებებს გისურვებთ და მოვლენების განვითარებასთან პარალელურ რეჟიმში იქნებ უახლოეს პერიოდში ხა მე როგორც ვატყობ სერიოზული ცვლილებები იქნება და ასევე მოგთხოვთ თქვენს კომენტარს და თქვენს ანალიზს. მე მოხარული ვიქნები თუ მესტუმრებით. მადლობა თქვენ აუდიტორიას, მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა.